ნიკა, რას აკეთებ? სწავლობ. რას? ისე მოგწევს რომ ხალხს ეგონოს რომ ვითომ სწავლობ. ნიკა, ნუ იძახი რაღაც სისულელებს, მიდი იმეცადინე, გამოცდები გაქვს ჩასაბარებელი. კაი. თან იცი რა მითხრეს? თუ არის სწავლი ჩაგტოვებთო. ეგენი იმდენს იზამენ რომ მართლა მასწავლიან მე რაღაცეებს რა. ძალიანაც კარგი ჩავაბარებ გამოცდებს. ვერაფერსაც ვერ ჩავაბარებ, ხელს მიშლით. აუ ელენე, ისე ხელის შეშლაზე გამახსენდა და იცი რას ვფიქრობდი? ბინა ხომ არ ვიქირაო თქო. ისე ეგ არ არის ცუდი იდეა. არა, თეკლა, შენთვის რომ იყო მარტო. თეკლა, პატა ხო მარტო ცხოვრობს და უთხარი ერთ ოთახს მოგაქირავს. და მორჩი ახლა მაიმუნობას და იმეცადინე. ესე რანაირად მეცადინეობ, საერთოდ არ უყურებ წიგნს. კაი. გამოიგონა იმ კაცმა გამოცდები და წავიდა ქვეყნიდან. ჩვენი პატარა ძალიც მოვიდა. დაიწყო რა, მან დილიდანვე დაიწყო რა. რამდენი ხუმრობა გაქვს მომზადებული? ბევრი 1-20-მდე. მე 12. 4-5 მეც მაქვს. დიანა, ეს რა დღეში ჩამაგდე რა დღეში მაგრამ დიანა რა თქვენ? თქვენ ხო მე იმას ვამბობდი რომ გულის ფორმის და ყვავილის ფორმის და ღრუბლის ფორმის საჩუქარი არ მიდა მეთქი და თქვენ კიდე გააქანე და ბეჭედი გლიჯეთ იმ საჩუქრის ხუთში. ლაშა და ის რო უთხრა რომ 4 ცოლი ყავდა იქნებ მაგ შემთხვევაში უთხარი და 5 ჩემი ბედნიერი ციფრიაო გაუხარდა და გახარებული დაგიწევდა. ლაშაბიძე შენ ქორწილი მაინც არ აქცდება. უბრალოდ შენი გათხოვება. შენ გაჩერდი, რამდენს წელი იყინებ ერთი გამაგებინე, ა? ვინ არის ეს უზრდელი ბავშვი მეორე არ მინახავს მე ელენე. და საერთოდ სამივეს გიგრძალავ ჩემზე და დიანაზე საუბარს. გასაგებია? კარგი ლაშა დაწყნარდი, ხმას აღარ ვიღებთ. ნიკა, რძეს დალევ. თანახმა ვარ. წესიერად მეთქი გითხარი შენ. რა? რა მინდას მოგცემი ხო? ხო, მართლა ხალხო დღეს ბორშის გაკეთებას ვაპირებ და თუ ვინმე წინააღმდეგია ან ახლავე თქვას ან არასდროს. რატნაირი ხორცი უყიდია ეს რა? თვითონ არ უნდა ჭამოს. ამას კიდე არ დაუმთავრები, ამას დაუმთავრდეს სიცოცხლე. მის. მე როგორც მისცესია დაატრევე, ცოტა სწრაფად, ამდენი დრო მაგს უზოზინო. მოატრიალებ, ეს სწრაფად, კარგად არდება და გაფუჭეთ ხორცს. ვაი მოგატყუე, შეგეშინდა? შემეშინდა, გაგისკდეს ხოლმე თითები ჩაყვა მეთქი. მე ძვალს ვერ ატარებს ეს დანა და გააფუჭებდა დანას ძვალი. მაგის დრო მაგ ახლა დანის გალესვის. დავხარ. გაგძელე. დავიღალე, უნდა დავიშვე. მე დაისვენე, ვინ იხარ არ დაისვენო. აი მოჩა თან დაისვენე და თან ეს გადაარჩიე. ლაშამ ბარში შემოიტანა, გასარჩევად მე კიდე არ წამოვიღე. იცი რა ქენი, თეთრები აქე დააწყე ინდირასათვის. შავები კიდე იქით, მოიცა ჯამს მოგიტან.
მიდი, ნუზოზინობ. შენი შვილიშვილისთვის მინდა, ჩემთვის კი არ მინდა. არ გინდა ბავშვის გუზინაყი გაუკეთოთ, ახალწელს უგუზინაყოთ ხوار შეხდება. რა საკეთებ, შეჭამე ცეცხლი ბავშვს უკბაზარ ფერფერიდან მისვისო შენ მუწელი ამოიყორო. რატის? ბარისთვის გადარჩეულიდან შევჭამე ცოტა. მე მითხარი, რაზე მალანძღინებ თავს, მართლა გასალანძღინებ. აჩერდი მეთქი ელენე გეუბნები შენმე. კიდე. ეხლა მან ჩემი ისტორიის წიგნებს და მომაწოდე რა. აი სტილოს ქვეშა. ხო, ნიკა, მე დაკავებული ვარ, არცალია და აგერ არის მონახთისა ლაშა და იმას თქო. ეხლა მართლაც ეკლა გაჩერდი მეთქი გეუბნები რა. გაჩერდით და საერთოდ ნუ ლაპარაკობ, ჩემზე და დიანაზე გიგრძელოთ ლაპარაკს. დიახ, საერთოდ რა დღეში ვარ და დამცინეთ კაცო. არ ვიცი იმაზე ფიქრობ როგორ მოვიკლა თავი საერთოდ გადავხტები აი უნიდან. შენ თავს ვერ მოიკლო. რატო ვითომ ვაჟკაცობა არ მეყოფა? არა, მოაჯირს ვერ გადააბიჯე. ისე კარგად გადავაბიჯებ. ისა ლაშა, ციხეში რომ ჩაჯდე და ისე დაემალო დიანას ერთი 15 წლით. მე ისეთი ბედი მაქვს შემიწყალება რა, ან დიანა დამელია. არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა, არ შეიძლება რა. ვიცი რას ვისაუბრე. წერილს დავწერ. ჩემს სათქმელს ყველაფერს დავწერ წერილზე. ფურცელზე ანუ რა, მე მივცემ და გამით გაიყვება ყველაფერი. არა ისე წერილი კარგი აზრია, მაგრამ მე მივცე თუ მიუტანს ვინმე. შამნიკა, წერილს მიუტან დიანას. ვაშაბიძე, ხალი შენ მაინც თავს არ დაგანებებს და თუ წერა გიტაგერ მათემატიკის დავალება მაგდას წერ და დამიწერ. ვინ არის ეს ბავშვი ელენე? ვინ არის ეს? ასეთი უზრდელი მე მეორე არ მინახავს რა. და საერთოდ იცი რას ვიზა, წავალ კაფეტერიაში, იქ მოვიფიქრებ ჩემთვის და ეგს დავწერ და არავის დახმარება არ მჭირდება. სადაც იმახის გასაგები. დარწმუნებული ხარ, რომ არავის დახმარება არ მჭირდება? დიახ, დარწმუნებული ვარ, არავის დახმარება არ მჭირდება. დარწმუნებული ხარ? აბა გასათხოვარი ბიჭები დავდექით. აი ხო გითხარი, აი უნის მოაჯირს ვერ გადააბიჯებს კოკო. ჩავალ მექვევით. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ფრიდონ. ეს მზარეულის როლი მომწეს და რატო მოძენებულ ხარ ბატონ პროფესორო? ჯერ სანამ მაგას გეტყოდეთ, ის მითხარით ახალი გასქრა როგორ მუშაობს. რო გითხრა კარგად მუშაობს, ხო მადლობა უნდა გითხრა და ისე რა არა უშავს. და იმზარი სახშია? არა ბაზარში წავიდა. მალე მოვა? რა ვიცი გუშინ წავიდა და ჯერ არ გამოჩენია. მაშინ გეტყვით. მითხარი? იმ კაცმა პასუხი მოგწერა. აინე? პასუხა? იპასუხი რა თავარა იქნებოდა, იმა ხო არც ნუნუ რო ხარ და ისეთ სურათი გიყენია და ისეთ ფეხები გაქვთ, რომ კინაღა მე მოგწერე. აინე რა ვქნა ახლა? რა ვიცი, თქვენც უნდა მიწეროთ, უნდა უთხრათ, რომ ნუნუ ხართ. აინე არა, როგორ უთხრა, ნუნუ არა შემიძლია, არა ვერაფერს ვერ მიწერე, ასო დავიდენე მე არ ვიცი რა ვქნა. მიწერე რომ კარგად ხარ. გმარი ყავს, შვილი და მონა. მონა შენ და ჩანდა მომიდომა მონობა. გაკეთე შენ მან. არა, უნდა მიწეროთ, რომ ნუნუ ხართ მაგრამ. არა, ვერ მიწერ. რას ქვია ვერ მიწერე? აბა როდემდე უნდა ეგონოს, როდემდე უნდა ატყუო, რომ მოცეკვავე გოგო ხარ. აინე ხანდახან კეტყვი ხოლმე ხო იცი შენ სიმართლეს ფრიდონ შენ გაგიხმეს ეგ თავი. მივწერ, მაგრამ არ მივწერ რომ შვილი ყავს ჩემი ინდირა. მომეც მე თვითონ მიწერ, მომეც. მომეცი ესე იგი სად არის მამა ეს არის მა ხო მა ეს არის ნა ვწერწოც ნა ეს არის ხო მოდით რა ვხნით და მე მივწერ თქვენ მიკარნახეთ და
ბატონმა ფრიდონმა ნიგზით მომამარაგოს. ბატონო. სუდებიდან მიეწოდე. ნიკა მიდი და ხელები დაიბანე და ვაშლი ჭამე. გამოცდებისთვის ვიტამინები გჭირდება. ვიტამინები კი რა ტვინი მჭირდება. ნიკა მიდი დღეს ისედაც არაფერი არ გიჭამია. მიდი დაიბანე ხელები. რა დილიდან ამას ვიწერე ხლა როგორ დავიფანო. ლაშაბეძია შენ ხარ თუ პროფესორია? მე ვარ თეკლა ვარ. აუ ამ სახში კიდე რა ხდება რა. დედა აბაზანა დაკავებულია და გთხოვ დავიღალე მეცაინობით და ცოტას ვითამაშებ რა. ნიკა რა სითამაშებ 5 წუთის წინ დაიწყე მეცადინეობა. მიდი დროზე იმეცადინე და თან ვაშლი ჭამე. აუ რა ნამსოები ხართ რა ეს დიდები რა. თქვენ გვაძალებს სწავლას გინდათ რომ კარგი ქვეყანა ვაშჩენ და მერე თქვენ უდარდელი სიბერე გქონდეთ. აი მე ნიკა სულ ნუწუწუნებ რა. სწავლა აუცილებელია ხო იცი არა? კარგი და იქნებ რა გეგმები მაქვს ცხოვრებაში. იქნებ გაუნათლებელი და შტერმინი და გამოვიდე. რატომ ინგრევთ ოცნებას? ნიკა, აი ამ დელაპარაკში ბუნება ნასწავლი გექნებოდა. აუ ეს ბუნება კიდე ყველაზე ცუდი საგანია რა. გვასწავლონ სხვა რამე, მაგალითად აიპედი. რა აიპედი? აბა ეს ისოდნო უფრო გამომადგება ტარაკანა როგორ დაძდო, აიპადი როგორ გამოვიყენოთ. ნიკა რა, აღარ შემილია შენი წუწუნის მოსმენა. ავალ ოთახში დავალაგებ, რო ჩამოვალ გაკვეთილებს ჩამაბარე. აუ რა. ეს მათემატიკა კიდე რაღაც მინდა რა. ისედაც ვიცი რომ 2 × 2 4-ია. ნიკა რა შვები? მეცადინეო? რას მეცადინეო? ელენე წავიდა უკვე? სამსახურში წავიდა? ლაშაც წავიდა? შენი კაკუნებდი ხო? კარგი ზეგოდი? რა თეკლა რა? ნუ მიშლი ხარ, სწავლო. კარგი შენ ბოდი. რა გენაღლება? შენ ლექტორს მაინც უყვარხარ და მე თავი როგორ მოვაწონო გელა მასწავლებელს. აი შავი სმოკინგი ძალიან მოუხდება. ვაიმე, ჩემი დათუჩა, ჩემი ზღარბუნია, ჩემი დიანა, სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მე კიდე შენთვის სიურპრიზი მაქვს. მოდი. აი მაგინდა ბატონში. მოიწე ესეც უნდა მაჩხო? რა თქმა უნდა ესე დაწყო მაქვს. იცი ლაშნა სანამ არ დავითაყვე არ გითხარი. პატა ჩვენი მეჯვარე იქნება ჩვენს ქორწილში. რა? ხო? ფოტოშორის ლაშა რო იცოდე მე და ძიკო უკვე მოვილაპარაკეთ ქორწილის საორგანიზაციო საქმეებზე. რა ძიკო რა მოილაპარაკეთ რა საორგანიზაციო ეხლა იცი რა სუფრის ფერი უკვე ავარჩიეთ. ხო აი შენ დაათვალე მე მანამდე ტკბილეულს მოგიტანთ ბიჭებო. გამაგიჟებ რა შენმე გამაგიჟებ რა გადამრევ ჭკუიდან რა იყო ლაშა რა ხო არ გეწყნა სუფრა უშენოთ რო ავარჩიეთ რა სიძი არჩიეთ უჩებოთ და შენ როგორ მაგური ხარ მისი შენ ხედე ლაშა დასახლია შეხედე ნახე რა მაგარ ესეთი სახლი ცხოვრებაში არ მინდახავს ლაშა მომისმინე ერთი წუთი ეხა მაინც მაკონტროლე რამე არ მოვიპარო გაიგე რა უნდა დაკონტროლო პატარებს ლაპარაკობ ჰა ეს რო აი აქ რო დავდო წელი რო შემოვა დაინახავს ვითომ ლაშა რა გინდა დიანა სოლად რომ მოიყვან აი ამ შანდლებს ჩემ სახში ხო გამიცვლი რა გინდა გარაჟ დაგიმატე ბიჭო მეტი რა რა შანდლები პატა რა შანდლები რის შანდლები ნორმალური ხარ შენ საერთოდ ლაშა რა გინდა რადიატორი რამე რადიატორი არ გინახავს რადიატორი როგორ არ მინახავს მაგრამ ეს ცხელია ლაშა ხოთიშვილის მოდი ახლა ერთ რჩევას მოგცემ ისოდი მომისმინე ერთი წუთი როგორ არ დადიხარ დაბნეული ერთ რჩევას მოგცემ დიანას ცოლად რომ მოიყვან არავითარ შემთხვევაში არ უთხრა ჩემ გვარზე გადმოდიო პირიქით შენ ადგები და გადახვალ დიანას გვარზე მე გადმოვალ თქვენ გვარზე და ვიქნებით ბედნიერები აი ესე ჯერა
ნორმალური ხარ შეპატა. მე საერთოდ არ მომყავს დიანა ცოლად და უნდა დავშორდე დიანას. აი წერილი დავწერე აგერ მოვიტანე უნდა დავდო ეხეთის ადგილს და მოვიდეს მე. აკუსტი ნორმალური ხარ და საჩიჩკა მიხარა. შენ მართლა ნორმალური ხარ. ცოლად ამ შენ ვერ ხვდები რომ მარტო დიანას კი არ შორდები, აი ამ ფარდებს, აი ამ შანდალებს, აი ამ სავარწლებს, ამ სამ ყველაფერს შორდები ბიჭო. ეხლა მართლა რომ დაგჩიჩკნი მე ნაკიფი. მე ამ ყველაფრის გამო ვერ მოვიყვან დიანას ცოლად. ვაიმე სისხლი, ლაშა რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის, მე არ იტყვის იმას რომ ფულის გულისთვის ცოლად არ მოიყვანა, არ იტყვი ან სისხლი არა. ნორმალური ხარ შენ საერთოდ კაცო, დამანები რა თავი, რა მიხედე შენ საქმეს, მე ჩემ საქმეს მიხედე. მინე ერთი წუთი. შედი მაგდებული რა. ლაშა მომისმინე. კარგი შორდები, მაგრამ ცოტა მე მაინც დაშორდი, შეხედე რა სმოკინგს მკერავს ბიჭო, შეხედე. იმ ბიჭმა დარეკა წიგნების მაღაზიაში რომ გავიცანი. აი ვიცოდი რომ დარეკავდა მთელი დღე გული მიგრძნობდა. დარეკავდა, აბა რა მთელი დღე ზარებს უშვებდა. კარგი ვაიმე ელენე. ნიკა მიდი შენ მან იმეცადინე. გიოცავ ელენე, რა გითხრა? კარგი შევხვდეთო? ვაიმე რა მაგარია. თეკლა, ეს ჩავიცვა თუ ეს? რა ვიცი ელენე, ძალიან ცივა და ორივე ჩაიცვი. კარგით რა, ნუ ხმაურობთ ხელს მიშლის, მეცადინეობ მე აქ. ნიკა, დედიკო, შენ დღეს მთელი დღე მეცადინეობ, მიდი ადი ოთახში ითამაშე, წადი. მართლა? ხო, მართლა. აუ, იმას რო ნახავ, გადაიცი რომ უთხარი რომ ნიკას ძალიან უყვარხარ თქო. თეკლა, აუ შენ შეხვდი რა იმ შენს ლექტორს. პატასაც დაივიწყებ, თან წარმოიდგინე საღამოს რამდენი რამე გვექნება ერთმანეთისთვის მოსაყოლი, თეკლა. არა ელენე, არა, ეხლა დავშორდი პატას და ჯერ ვერ შევხვდები ვერავის, ხო ხვდები? ხო, რა ვიცი, ერთად რო იყავით, მაშინ ხვდებოდი და ეხლა რა პრობლემაა? ელენე. ხო, კარგი თეკლა, მაგრამ ეს? ელენე, ისე ერთხელ შეხვდი იმ ბიჭს და ესეთი რა ქნა თავი რომ მოგაწონა. არაფერი, თეკლა, ისე მომწონს უბრალოდ საინტერესო ადამიანი, თორე ხა პატარა გოგო ხო არა ვარ რომ ერთი ნახვით გავგიშდე არა. ვაიმე თეკლა, ის იქნება. თეკლა, მომისმინე? როგორ უპასუხო? ალო? 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 ლაშა დამაცადე და დაგირეკავ მერეო. ხო, ელენე, პატარა გოგო ხო არ ხარ რომ გაგიჟდე. თეკლა. ლექტორი. ბიჭებო, მირთვით. ლაშუნა, იცი, პატას ჩვენი სახლი დავათვალიერებინე. ყველაფერი ძალიან მოეწონა, მაგრამ აი ეს არ მიჩვენებია პატა. მე დავხატე მოგწონს. არა. მომწონს. კი. პრინციპში ეს ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტა ლაშაზე. ხო. ლაშა თვალის სად არის? გახვალ თუ არა მარცხნივ. გავალ თუ არა მარცხნივ. გავალ თუ არა მარცხნივ. დიანა. ხო. შენთან სერიოზული საქმე მაქვს. ლაშა მოდი რა განახო ლაშა. ესა, ხო. ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მოიცა რა დრო საქმეა. აი ამაზე სერიოზული ვერ იქნება. მომისმინე ლაშა, როგორ ფიქრობ? ტორტი წითელი ალუბლებით მორთო თუ მწვანე კივით, ამაზე მნიშვნელოვანი როგორ იქნება ეხლა რამე საქმე, მაგრამ იცი რა დიანა, მე მაინც სიცინიც დავწერე და მინდა რომ შენ წაიკითხო. სასიყვარულო ფიცია. ვაშუნა, იცი მეც დავწერე. და მე საკურთხეველთან მოვუყვეთ ერთმანეთს და შევადაროთ რომელი საჯობებს, მაგრამ აი ხლა ამის დრო არ არის. მითხარი ხლა როგორ ფიქრობ? ვარდები გვინდა თუ მიხაკები, აი მიხაკები ალბათ უფრო. ძიკო ბოდიში ლაში ერთი წუთი. ძიკო ბოდიში რა. ბიჭო, უგეძახდი რატო არ მოხვდი?
ისეთი მაგარი ტუალეტია რომ მომერიდა და გამოვედი. ლაშუნა ბაჭია, როგორ ფიქრობ? აი 200 მტრედი საკმარისია, აი ესეთი თუ სხვა და უფრო მეტი, ჰა? აი რა იყო ხალხო, ჩიქთა ქორწილი გაქვთ. ლაშა, ხო იცი ჩვენი ქორწილი იქნება თბილისის ზღვაზე. მერე იახტით შევცურავ ზღვაში. მართლა რა ორიგინალურია ახლა წარმოედგინე რა რომანტიკული წარმოედგინე ქორწილის მერე რომ ერთად რომ გაცურავთ თემკიდან ვარ კეთილის კენდის სვადაშორის მე და პატას აზრები ემთხვევა ერთმანეთს რა კარგი არის ესეთ მეჯვარე როგორ ყოლებ ძალიან დაბა შენ რაღაცას შეწუხებული ხარ დაღლილი ჩამხარ ნუ ღელავ მე და პატა ყველაფერს გავუკეთებთ ორგანიზაციას არა კი პატა ხო ძიკო მე მგონი სამზარეულოში მაცივრის კარი დამრჩა ღია საშინელი არ დარჩებოდა დიანა ეხლა მოიცი მე არ დარჩებოდა საცხის ფხვნილი დამზადებულია საქართველოში. გამოიყენება როგორც მანქანით, ასევე ხელით რეცხვისთვისაც. აუ ხალხო რას მიშვებით რა? რასაც წავიკითხავ ყველაფერი სასწაული მგონია და ვიზეპირე. ნიკა ნუ მაიმუნობ მიდი იმეცადინე. ვიმეცადინე მე უკვე ისტორია. ისტორია როგორ იმეცადინე, როცა აი აგდებს მაგიდაზე. უი, ბუნება მისწავლია. კარგად. თეკლე რა ქენი ელაპარაკე შენ ლექტორს? კი ელენე, აი ხლა ველაპარაკე. მე რაო? არაფერი გამომივლის და სადმე წავალთ. ვაი მე თეკლა ეს იქნება. როგორ უპასუხო? ალო? კი მახსოვს დღეს რომ უნდა შევხედროდით. კარგი თუ აუცილებელი საქმე გამოგიჩნდათ სხვა დროს იყოს. რა ელენე? არ მცალია სხვა დროს იყოსო. ანუ აღარ ხვდები იმ კაცს? არა. აუ, ანუ აქ უნდა იყო და მიყურო როგორ არ მეცადინეობ, ხო? ნიკა, მიდი ახლა დროზე იმეცადინე. აუ, ამდენს რა ისწავლის? აუ, რა ვქნა ახლა მე? ხო, აი ელენე, რატო დამარეკინე იმ ჩემ ლექტორთან? შენ ახლა იწუწუნებდი, რომ იმ კაცმა არ გამოგიარა. მე ვიწუწუნებდი, რომ პატას დავშორდი, ნიკა იწუწუნებდა, რომ სამეცადინო არ აქვს და ვერ მეცადინებს და ერთ ამას საღამოს ვაჩუქებდით ერთმანეთს. კარგი რა თეკლა რა ტყუილად მომემწადე შევალ მე აბაზანაში. აუ, საწყალი დედა 2 საათი იმისთვის იკეთებდა მაკიას, რომ აბაზანაში შესულიყო. კარგი, მე გადავხედავ, იმას უნდა მოვიდეს უკვე. ნიკა გააღე. მე ქართულს სწავლობ, ამცალია ლექსია ეს. არა, ისტორია. ნიკა რა. ვაი მე ნიკა, ეს ბიჭია ურა მაგარია, ნიკა სიურპრიზი გამიკეთა. გამარჯობა. ელენე? მე შენ სახლი არ ვიცოდი და შენ თან როგორ მოვედი? გამარჯობა. ელენე, გაიცანი ეს ჩემი ლექტორია ილია. თეკლა გაიცანი ეს ის ბიჭია მე რომ გეუბნებოდი. მართლა მაგარი სახლია ლაშა ძმაო რა ძალიან მაგარი სახლია რა ყველაფერი მაგარია ძალიან შეხედე ნახე ჩუსტებიც რა მაგარია შეხედე ნახე რა მაგარია ყველაფერი მაგარია სად ნახე იქ ჩუსტები ბათა ის არის საძინებელში დიანასთან იქ კარადაში გინდა მოგიტანო წავალ მოგიტანო რა უნდა მომიტანო შენ რაც გთხოვე გააკეთე
ლაშა მომისმინე ერთი წუთი. მე მაინც გირჩევ რომ გადაიფიქრო, კარგად დაფიქრდი, ნახე რა სახლია, რა ვისკია, რა ჩუსტებია, შეხედე. რა ჩუსტები, რის ჩუსტები, პატა, რაც გთხოვე, გააკეთე. გავაკეთე, ხო? ავდექი და შევიტანე ის წერილია თუ რაღაცა და ტუმბოს თავზე დავდე დიანა საძინებელში და მივადა ნახავს და წაიკითხავს ალბათ. ხო, ძალიან კარგი იმედია, ნახავს, წაიკითხავს და დალაგდება ყველაფერი, აღარ შემიძლია ამის ატანა რა. თვითონ დიანას აწავიდა. ან ეს რა არის გაშლილი? არ ვიცი, რა ტელეფონზე დაურეკეს და გავა და გავიდა და მალე მოვალ ვარ მოიწყნოთ. რომ მოიწყნე შენც რა. ძიკო. ლაშუნა. ძიკო. სტუმრები ყავს. ოხ. გამარჯობა. ხო, აი ეს არის ჩემი ლაშუნა. ზუსტად ესეთი წარმომედგინა. გენაცვალე. ძალიან საყვარელია. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ლაშა. რა, ბარემ წამიჩით პომადა. გამარჯობა, მე პაატა ფერაძე ვარ, ლაშას მეჯვარე. გამარჯობა პაატა. გამარჯობა. ლაშუნა, პატაის ჩემი დაქალები არიან. დაბძანე. ხო. დაბძანე. ნანა უსუფაშვილი და ფიქრია ხიდაშვილი. ლაშა რა არის რა მეგვარებია. დაი რა მეგვარია, სადაქალო თუ კოალიციაა თუ რა. აი როგორ მიხარი ესეთი დნიერს რო ხედავიცი. მე ბრწყინავს რა. ნამდვილად რა. ლაშა, მოგვიყევი რა ესე თავდავიწყებით როგორ შეგიყვარდა და მოხის. ხო, რა ვიცი, აბარა გითხრათ, ისა, დიანა, შენ მოუყევი გოგონებს. გოგოებო, იცით, მე სანამ ლაშუნას გავიცნობდი, უკვე მიყვარდა. ვაიმე! და ლაშა, შენ? მოყევი ლაშა. დაჯექი პატა და შენ მოუყევი გოგონებს. ხო, ნუ ესეთი მორიდებულია, ესეთი მორცხვი მყავს. არ მინდა ეს ისა. მე მორიდებული ვარ მარტო. დავლიოთ. მოდით რა მე ვიტყვი. კი ბატონო, ბრძანეთ. კარგი. ჩემო დიანა, ჩემო ლაშა. მე ლაშა შენ უკვე ჩვენი ხარ. აი ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯო. იხარეთ. იმრავლეთ. ტიპეთნიერ. გაგიმარჯოთ, აი გოგონებმა ისე ულამაზესად ხასუსო გოგონებმა ისე ულამაზესად წარმოთქვეს ეს ადრეძელო რომ უფლება არ მაქვს რომ არ შეუერთდე. ხო. მოკლედ გაუმარჯოს თქვენ ნათქვამს ეხლა კი აბა მოემზადოთ ყველა ერთად. გორკა. კარგით, მეგობრებო, ძალიან მართლაც მოგავაწითლებთ ახლა ჩვენ მეგობარს თლათ მოგავაწილებთ ამას ის ეყოფა ქორწის ქართული რო უნდა ის ეყოს. დიანა არაჩვეულებრივად ცეკვა. მართალია? სხვათა შორის მეც არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული მონაცემები მაქვს. არ გჯერათ? გინდა გავირეპეტიციოთ? ოხ, ეს ხო საუკეთესო. უნდა გავირეპეტიციოთ? უნდა გავირეპეტიციოთ. დავიდა. წერილი დაგიტოვე ტუმბოზე და იქნებ შეხვიდე და წაიკითხო. ლაშუნა, აი ახლა? კი, ახლა სანამ კიდევ უარი სისულელები არ მიკეთებია. კარგი ლაშუნა. ახლა წავალ. გოგოებო უკაცრავად ერთი წუთი დაწავე. ლაშა? მოდი ჩემო კარგო.
ლაშიკო. მე დაფიქრიეს. ძალიან გვიყვარს დიანა. ნამდვილად რა. ნამდვილად. ჩვენ ერთი რამ უნდა გითხრათ. ეჭვი მაქვს რომ დიანა ამას არ გეტყოდა. ხოდა ჩვენ უნდა გითხრათ. ნამდვილად რა. ნამდვილად რა. მოკლედ 1 წლის წინ დიანას ერთი კაცი შეუყვარდა. ის ეუბნებოდა მიყვარხარო? საგზაგი. სოლათაც მოგიყვანო? ბოგანო. მოკლედ ზუსტად ქორწილის წინა დღეს უთხრა. გატყუებდიო. არც მიყვარხარო და სოლათაც არ მოგიყვანო. საზისხარი. მატალი, წერი. აბა ისე დღეში ჩაბარდა დიანა, იმდენი ნერვიულა, თავის მოკლასაც კი აპირებდა. არა, სასწრაფო რომ არ მოსულიყო რაღაც უბედურება დატრიალდებოდა. ვაიმე! ლაშა! აყვარებო, შენ ხომ ნამდვილად გიყვარს ჩვენი დიანა? კი, ძალიან. კი, დამბრძანდი თქვენ დავდიე მოდი აქ პატა. კი. პატა დავიღუპე, ბიჭო, დავიღუპე. ხო დაიღო, რა ვქნა მე, დაიღუპე. აი შენი წერილი. აი გითხე უკვე. ჯერ არა. აი ხოდა ეს რა გააკეთე ლაშა? ეხო დენის ქვით არი იყო. შენი წერილი. ეხლა მე წავიკითხავ. გოგოებთან დასამალი არაფერი არა მაქვს. დაწერილი. არ ვიცი, მაგრამ დამიწერა. აბა. შენი თვალები ალმასებია. შენი ტუჩები მარწყოები. გაზაფხულია შენი ღიმილი. შენ მოდგომა ღაწვები. ლექსი მომიძღვა. როგორ გამიმარჯვე? ეს ისე ექსპრომტად თხზავ ხოლმე და ლაშიკო. ხო გითხარი ძალიან მაგარი სახლი აქვს თქო. ხო, არაფერი. შენ რო დიანას მართლა დაშორებოდი, იცოდე მე მოვიკლავდი თავს. არ მადლობა, ისედაც თხზავდა პრობლემა არ არის. არ გინდა, მადლობა. მაინც გეტყვი მადლობას. კარგი რაც არია. სვავთ დილამდე. აბა რა. წადი ჩუსტები მომიწევ. ჩუსტები ყველა. თავისი ხარა დაძანელია. რომელი? იცი რომელი? აი სოსო პავლიაშვილის პაროდიას რომ აკეთებ ის. აუცილებლად, შენია ლაშა, შენია ეს მომენტი შენია, მაგარი. კარგით, ხო. უცხო ქვეყნის მადლიერად მინდა. მე ჩემს ხალხს ვერ შეველები. მომენატრება ჩემი მთაწმინდა. თბილისი და თბილისელები. მალე შენსკენ გამობრინდები. გული ელავს მღელვარებისგან. ძეწნომილებით სახლში ვბრუნდები. შენი ნახვა ისევ მეგისა. თბილისო მადლობა მეცო თბილისელი ვარ. ცოცხალიცა და მკვდარი შენი ვარ. შენთვის მღერი ვარ. თბილისო ლაშა, შენი რეკორდი გავაუმჯობესე. რა მე 6 ცოლი მოიყვანე? არა, ერთი ჩიტით გავანადგურა ეს კოშკი. ხო, ისე მეც გავაუმჯობესე ჩემი რეკორდი. კი, 13 ყიყნიყო შევჭა. მოვედი.
ნიკა რა ქენი? ელენე ვერ გაიგე მოვიდა. თეკლა მოიცადა დღეს გამოცდა ქონდა. ჩავაბარე. ხოჭა. მაგარი ხარ რა, მაგარი. ლაშაბიძია, ვერ წარმოგინ 6-იანები მივიღე. 6-იანი არა. ყოჩა. ვაშა მე ვერ ვერკვევი და 6-იანი ანუ კარგია? აი ჩვენ დროს რო 3-იანი მინუსით იყო დაახლოებით. ყოჩა, ნიკა, ყოჩა. გეუბნები გენიოსი მყავს ეს ბიჭი და არ გჯერა. აი გამოსტები ხო ჩავაბარე, თქვენ ხო არ გჯეროდათ. ხო და ეხლა ლეკვი მიყინდეთ. აისა, ელენე. მიდიეთ, ის სამი ყიყლიყოც გამოიღება. ნიკასია. ხო, გამოიღება. მაშა. მოდით, ჩაი მზადა. ჩემი მოთხოვნები უსაფრთხოოდ მიგაჩნია დოქტორ. მოდით, გაგიცივდებათ ჩაი. რაღაც მინდა გითხო ქრისტინ და გაფრთხილებ უწრფელად მიპასუხე. ზადა, ჩაი, მოდით. ალფრედი ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ ვერ დაასრულა აქამდე პერსებზე მუშაობა. ქრისტინ. პერსევსი უკვე რამდენიმე დღეა მზად არის. რატომ არ მითხარი? ასეთ კომთელს პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ავიღებ. დასაგებია. მაიგითხოვ. ვა, საუბრე? ვა, კონფეტები? ელენე, ჩაი დასხმულია, მოდი არ გაგიცივდეს. მართლა? ეს ჩემი ჭიქაა, ხო? არა, თეკლა ეს ჩემია. არა, ელენე, ეს ჩემი ჭიქაა. არა, თეკლა. არა, ეს არა, ესეთი იყო. არა, ეს არის ჩემი ჭიქა, მე მახსოვს. კარგი, ხალხო, კარგით, რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ შეყვარებული ყავდა, ხა ერთი ჭიქიდან ჩაირო და მივიდია. მე მოგიფიქრეთ, რაც უნდა ქნათ ილიაზე. 3 დღე შენ შეხვდიდე და 3 დღე შენ შეხვდი თეკლა. ნუ ერთი დღე დაჭამეთ ერთმანეთს და ის კაცს დაასვენეთ. ნიკა. აი, ვაშა, რა გჭირს? დიანა გამახსენე. ლაშაბიძია, ნუ ნერვიულობა, აი მე ისტორია შემეწენა, შენ კიდე დიანა. მაგრამ ხო ხედავ საერთოდ არ ნერვიულა. ო, ნიკა, მოგიწევს ნერვიულობა შენთვის რომ მოვიცლი. და ვაშა, რა მაინტერესებს, იცი, ქორწილს როდის გეკმა? სასაცილოა ახლა ეგ, სასაცილოა გეკითხებით, სასაცილოა? გეკითხები სასაცილოა ეგ, მართლა მეკითხები? კარგი რა თეკლა რა, კარგი რა. ხალხო, აი არ მე რამდენად უნდა ვთქვა უკვე, მე რამდენად უნდა ვთქვა ეს ტყუილი, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ეკლესიაში შესვლის მწვენია უკვე ელენე. დაიწყო. ანუ ხოჩებო სიცოცხლე. არა ვარ მარტო. აი ხლა შევალ ოთახში და მარტო ვიქნები. ელენე, მომისმინე, უნდა გითხრა, რომ ილიასთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ შენზე გაბრაზებული არ ვარ. არც მე თეკლა, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო. ხო.
თეკლა, ჩვენი მეგობრობა ხომ ყველაფერზე ძვირფასია, ხო? ხო, ეხლა გამატარე. კარგი, ხო. დე, შენ რომ შემპირდი ლექს გიყიდიო, როდის უნდა მიყიდა? თარენიკა გამორიცხულია ბინაში ლექთან ერთად ვერ ვიცხოვრობ. ო, კარგი რა, თეკლა ცხოვრობდა ერთი წელი ბინაში პაატასთან ერთად და შენ რა დაგიღე? ნიკა, რა გინდა ელენე, მართალია ბავშვი. დე, მათემატიკას თუ ჩააბარებ, ლექს გიყიდიო, ხო შემპირდი? მე გითხარი მათემატიკაში 7 ქულას თუ მიიღებ, გიყიდი თქო. კარგი რა, ერთი ქულა არაფერია. კარგი ნიკა, მაშინ ლეხვს გიყიდი, 100 არაფერია. კარგი რა, უყიდე შენც ლეკვი. ყოველ შემთხვევაში ნიკას მაინც აჯობებს ჩუსტებს მოგიტანს ხოლმე. მადლობა თეკლა. არაფრის. ისე და თან სახალხო სახლის დალაგებაშიც მოგეხმარება. ნიკა ლეკვი როგორ მომეხმარება სახლის დალაგებაში? აი როგორ და ლაშაბიძე რო დათრება ხოლმე და გული აერევა, ის შეჭამს. ვა, ბატონო ზაურ, რა მაგარია, ეს მომწონს, რა იყო ჩხ, ბატონო ზაურ. ისეს ბატონო ზაურ. ზინავს. ოჩა ბატონო ზაურ, აი ხელების გარდა კიდე შეგძლებია რაღაც თუ მოიდონებ, ხო ხედავ, ოჩა. რაღაცა აკლია აქაურობას რა. ხო. ნერფი ბატონ ზოისე. არ მოგწონს ეს ჩვენი ოთახის მორთულობა? რას როგორ არ მომწონს ბატონ ზაურ, მომწონს, მაგრამ ისე ხო, თქვენი მორთულობა ჯობია. ვიჯო, შენ ავწმით, შენ რომ მორთულიყავი, გეგე? უფრო სხვანაირი შეხედულება გექნებოდა, რა შეგლახაში. რა იყო? ზაურ, რა არის 201 რატო წერია? აქ 201 რატო წერია? აი სამიანის დაწერა მინდოდა, მაგრამ წვები არ მეყო. წვები არ გიყო? არა. აბა ეს რა არის? აი თქვენს გლახა ბატონო. ეს კი, მაგრამ ეს რა მჭირდება. რა ლამაზია. ზაური. რა ლამაზად მოგირთავთ ოთახი. ზაური, აბა. სახალხო განწყობას ქმნის. დიახლა. ამაგარია. ნინო. ბატონო. სახალხო პრემიები არ იქნება? კი იქნება ბატონო. აგაშინა ღმერთმა. მართლა, აუ, რამდენი იქნება? 30 ლარი. 30 ლარი, რა მაგარია, აუ, რა მაგარია. პრემია 30. იქნება, მაგრამ ფასი შეიძლება არ იყოს. ფასი არ იყოს. აი არა, რაც არის. მოკლედ მე ერთი იდეა მაქვს. ამდენი ხანია თანამშრომლებად ერთად მუშაობთ, ხო? ხო. ერთი კორპორატიული წეულება არ უნდა მოვაწყოთ ხალხო? რა მაგარია. ბატონო ზაურ, რას ფიქრობთ კორპორატიულზე? ნამდვილად კარგი იდეა. კარგი იდეა, ბარა, კარგიო, მაგიტომ გეუბნებით. დავპატიჟებ თანამშრომლებს, შევიკრიბებით, ცოტას დავლეთ, ცოტას მივირთმევთ. ბოლო ყველაფერს თავიდან ერთმანეთთან დავახლოვდებით, ბატონო ზაურ, დავახლოვდებით ერთმანეთს. აბა, შენთან ვინ დაახლოვდება, ბიჭო? არა ნიკა, სანტა კლაუს უთხარი და თუ წელს კარგად იქცეოდი, მაშინ მოგიყვანს. ჰაუ, წარმოიდგინეთ ლაშაბიძე რა კარგად იქცეოდა წელს. ჯერ სანტა კლაუსმა დათუნია ჩუქა, მერე მანქანა, მერე საგზური. ეხლა კიდე ცოლად მიყვება. ყველაფერი დამთავრდა ელენე. რა, დაშორდით? არა, გადავდივარ დიანასთან. მოიცა, მაშა, უკვე გადადიხარ? კი, აი ხო ჩავალაგებ ტანსაცმელს, ვეფხის ტყაოსანს, ჭადრაკს და გადავდივარ. თეკლა? აუ, მე ასაფეთქებლებს დავმალა, თავს რამე არა უტეხოს. თან მე რა იშოვის იმდენ ასაფეთქებლებს.
თეკლა მომისმინე ხო ვინ იყო შარშან ჩვენი მეკლე უნდა მოკლა თეკლა იცი რა რო შემოვიდა კაცო ხო არის ეს ტექსტი რომ შემოვდგი ფეხი წყალუდით აიც თეკლა იცი რას ვფიქრობ რო შემოდიხარ კანფეტები ხო შემოყარა კანფეტები წარე იყო თეკლა იცი რას ვფიქრობ იქნებ თუ მწარი არ იყო რამჭირსა გეკითხები რამჭირსა თეკლა მომისმინე შემოდიხარ სიტყვა შემოგარ რაღაცა შემოდი რა ბოლომდე კაცურად და ადამიანურად ხალურად და როგორც არავინ შენი პატრონი არა თეკლა მომისმინე მე გადავწყვიტე მე ვიყავი მეკლე თეკლა მე ჭადრაკი სადევს თაროზე მაგას პაიკი აკლია ხო ხო კაცო არა თეკლა მორჩა მე ასეთ ლაშას ვეღარ უყურებ არა მართალი ხარ ელენე აუცილებლად უნდა დაიკლოს 1-20 კილო 20 კილო თეკლა დიანას ამბავზე გეუბნები ჩემი ბრალია მე გავხვიე ლაშა ამ შარში იმის გამო რომ სამსახურში პრობლემები არ შემქნოდა თეკლა რა ცუდი დავარ იცი რას ვიზავ ახლავე დაურეკავ დიანას და სიმართლეს ვეტყვი კარგი ელენე აი ახლავე დაურეკავ გამარჯობა ქალბატონო დიანა ელენე ვარ დიახ რაღაც მინდა გთხოვოთ ერთი კვირა სამსახურში რომ არ ვიარო პრობლემა ხომ არ იქნება კარგი დიდი მადლობა ახლა მომისმინეთ შორის ბატრონზაურის კორპორატიული სწავლება თქვენთვისაც კარგი იქნება რომ იცოდეთ. რატო და ის ქალი მოვა ალბათ ის რა ქვია არ ვიცი სულ ამთხნარებს ხოლმე. ხო და? ხო, ის დაამთხნებს თქვენ დაახოლებთ, ის დაამთხნებს თქვენ დაახოლებთ და ესე გავერთობით ხოლმე. ეხლა შენ მობოდიალო თორე წამოვიდე ახლა ეს იჯო. ყოდა, ბატონო. ამ ჩიჩილაგზე მოსართებად ვაშლიდო და სად არის? ვაშლიდო? აი აქ ვაშლიდო. მე რა ვიცი ბატრონზაო, მე რა ვიცი ხო? მე რა ვიცი ბატონო, დღეს ვქეიფობ გადაწყდა. დღეს ვქეიფობ, ვაშლიკებ ვქეიფობ. ვიქეიფოთ. ერთი 30 ლარს მეც დავდე. 30 ლარი ვის ეყოფა ბატონოს. ვაიმე, რამძიმე ხელი გაქვს, ნინო ბუღალტერი და ისა. 30 ლარი ვის ეყოფა ბატონოზაო. რას ვიზავ ისი? რას ვიზავ? ეხა მე რაღაც თანხა მაქვს გადანახული. ხო. იმ თანხას დავდებ მე. მე შენ ხო ბუღალტერი ხარ. ხო და ის ხალხი რო შემოგვემატება, შენ გევალება, შენი ფულს ააგროვებ. იმ ფულს ააგროვებ და მომცე მე დამიბრუნებ, ხო ხტები? ნინო ბუღალტერო, ხო? ფული საიდან გაქვს? ფული საიდან გაქვს? ეხლა 20 დეკემბერს ვისესხე რა. ხო და ვიფიქრე ხა თუ 21-ში ქვეყნის აღსასრულია მეთქი და ეგ მაინც შეება მეთქი და ესე ვისესხე. კარგი ბატა. ღვინოს მე მოვიტან. კარგი ღვინო გაქვს? კარგი ღვინოც მაქვს და რომელიც აქ უნდა მოვიტან 200 ლიტრი მაქვს კიდე. 200 ლიტრი რა ამბავია მოუკვდები ბატონოზაო რომ მოუკვდები რა. კელახშიც გვაყოფა. რა ლაპარაკია? რა ლაპარაკია? არ გვინდა მოკლედ ნინო ბუღალტერო თანამშრომლებს დაპატიჟებ შენ. ზაური მოიტანს ღვინოს და მე DJ ვიქნები. DJ მუსიკა ხო გვინდა ხო უნდა ვიცეკოთ რაღაცა გავერთოთ ხო დავუყარე მე გაინტერესეთ რაღაცები მაგ კომპიუტერში დავაყრები ბატონ რა დავაყრები ფეხა ვიცი ეხლა ერთი წუთი აი იქ მაგ სადღაც აჰა აი აბა ნახე რა მაგარია ლაშა, როგორ მოგწონს აქაურობა? ნახე რა ლამაზად მორთე კაფეტერია. მართლა კარგია ბიჭო, ყოჩა, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი. კი, 1000 ლარი დაჯდა. გადაჯდა 1000 ლარი. რატო გიკვირს ლაშა? ჯერეთი ამ კაბაში მივეცი 400 ლარი. სხვაგან არსად დავდივარ და ნახე როგორ უხდები აქაურობას. ლამაზად. აი მოგაკითხეს. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა დიანა. მეტი არ არის საჭირო. დაჯექი, შენთან საქმე.
აი ერთი წლენი, როგორც ყოველთვის ორი საწრუპით. ლაშა, ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. რა? ხო. დამიჯერე. აი ესე უნდა დავშორდეთ. შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაც. ვიცი რომ მოულოდნელია შენთვის, მაგრამ გონი საკმარისად არ თუყარები ხარ. მაგრამ მე ვილოცებ შენთვის, რომ შენ ჩემზე ყურადღებიანი ადამიანი შეგხვდეს, ლაშა. მაგისთვის ნუ ილოცებ არ არის საჭირო. მოკლედ, ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა? კი, ყველაფერი. ის უტუ ეგენით? კი, ესენიც დამთავრდა. შვიდობით, ლაშა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მეც იმსახურებ. კი ბატონო, მაგრამ ცხელი კატლეტი მოგიტანე ლაშავიძე. მაინც არ გიყიდი ლექს. ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი, კიდე კაი მართლა არ წამოვიდე. ლაშა, დიანა სად არის? წავიდა? კი. და მე კიდე სიჩქარეში დახილად გამომცხარი ნამცხარი გამოვიღე, ვიფიქრე გავალ დავდგები ბართან მეთქე და მოვისმე რაზე ლაპარაკობენ. ლაშა, მეორეთ რომ მოვა გამაფრთხილე ხო წინასწარ? მეორეთ აღარ მოვა. რატო? რა ვიცი, უნდა დავშორდე თუ და წავიდა. რა? ხო, საკმარისად არ მიყვარდიო. ეხლა იმის გაფიქრებაც კი მიჭირს ვიცო, ეხლა საკმარისად რო ყვარებოდი, საერთოდ რა დღეში ვიქნებოდი, რა? არა ის ამხელა თუ ერთი მომეხსნა და შვებას საერთოდ ვერ გძნობ, ნეტა რატო? აი ლაშა, რა შვებას იგრძნობ 200 კილო ხარ. მე ვარ 200 კილო ხო? მე ხალი ვარ და ვიხდე. ნეტა რატო დაგშორდა მართლა? რა ვიცი, მე დამშორდა, ხა მე რა ვიცი რატო დამშორდა, ადგა და დამშორდა. და მე და მართლა რატო დამშორდა? ბოჭ რა დამიწუნა, ვერ გავიგე და. ლაშავიძეა, აი ნამდვილი მიზეზი რომ მკითხა, რატო დაგშორდა დიანა, ლექს მეყიდი. გიყიდეს კი, მიდება თქვი. მოკლედ ელენემ დაურეკა და იმიტომ დაგშორდა. რა? ხო, უთხრა რომ შენ არაფერს შეეჩხარ და მისი ბრალია ყველაფერი. ეხლა მიყიდე ლეკ. მოიცადე ერთი წუთი, ხა ესე იგი ელენემ დამაშორა დიანას? ხო, მიყიდი ლეკ. ხო, იცა კაცო, რა ლეკი ის ლეკი რომ გადავდი, შენ კიდე რა. ხო. გაჩერდი კაცო, გაჩერდი. კარგი, არ მიყიდი, ნუ მიყიდი დედამ, რო ჩახვალო ლაშავიძეს ფული გამორცვი და პური ამოიტანეო. რამდენი გინდა? 150 ლარი. რომელი პური გინდა, კავკასიური თუ კუდელი? ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაც სისულელები და სულელური სულელები ნუ ძაღლი არა ის, ლეკვი არა ის. წავედი მე გავიქეცი ახლა, თორე მოიკლავს თავს დიანა და რა მიქნა ეს ელენე, ვითომ კარგი გააკეთა რა. ლეკვს გიყიდია? ლეკვი არა ის. რა დროს ლეკვია, ნიკა, კარგი რა. რატო პატარა საყვარელი ლეკვი? აი, მე საყვარელი. როგორ უყვარს ჩემ ემზარს პატარა ლეკვები. სხვათა შორის ემზარიც უყვართ ლეკვებს. ეზოში რო წამოწვება ხოლმე რო დაიღლება, სულ ოკავენ. აუ პატა 9 საათი გახდა უკვე ტყუილად ვსივართ რა. აღარავინ აღარ მოვა. კარგი რა ნო ბუღალტერო, დავიცადო ცოტა ხანი დავალოდოთ. რა იქნება 10 საათი ეგონა იმ ხალხს. მესამეჯერ ამბობ უკვე მაგას. ჯერ 8 საათი ეგონათო, მერე 9 საათი ეგონათო, მერე 10 საათიაო. და საერთოდ ამ სამსახურში სხვა თანამშრომელი გინახია ვინმე? როგორ არ მინახავ რა? კი. რა ის რო არის? ნათელა აქვს, ნათელა ხო, ერთხელ ნახე ხო, ვალი მაქვს სხვათა შორის მაგისი. დავიცადოთ, კიდე ცოტა ხანს. რაღაც 3 საათია ველოდები და დღეს თუ არა? აი შეგულება რო დაუმთავრდება, დღე მე მაინც მოვლე სამსახურში რაღაცისთვის, ა? კარგი ახლა, მოდი აღე ჩემთან დაჭი. მოდი. არ
მინდა დაждდომა აბარო. ანა, თუ დავждდე წამოწევი მაინც ბევრი გამო. შენ ნამდვილი ლიდერი ხარ სამსახურში. აი, შენ ნამდვილი ბიჭო, რამდენი წელია? შენს გარდა ვერავინ ვერ მოახერხა და მარტო შენ მოახერხე რომ ამდენი თანამშრომელი ერთად შევკრიბე და დიდი მადლობა ამისთვის. არ გირა ბატონო ზაუ. არაფერი არ მოვლენ და ნუ მოვლენ რა. ავდგე და გავლიოთ ჩვენ. დაისხი და აი ვიღაცა მოდის თან. აი მე მგონი ვიღაცა აუ ნათე. გამარჯობა. მომზადეთ. ლამაზია, რა კარგად გილოცა. იცით მე მადლობთ არ ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ პატა სხვანაირად შენ ვერასოდეს ვერ გნახულობ რომ მე ჩემი ვალი გამოგართვა და მომედი. ხო კარგი, მაშინ დამელოდეთ ერთი წუთით. თუ არ გეჩქარებათ, აი დამელოდეთ ერთი. მოკლედ ეხლავე აი ეს ხაჭაპური 5 ლარი. სად არის? ხო, აი ქათმის ხორციც, აი ეს აი 7 ლარი რო გამოვიდეს, ეს ფხალი, ქალბატონო, ეს ფხალი 10 ლარი. მოკლედ ეს ერთი ჭიქა ღვინო 3 ლარი, ეს პომიდორიც 3 ლარი, ეს თქვენი 35 ლარი, ქალბატონო, და ესეც ლიფტი ძალიან ხო გამომართი და ესეც საჩუქრად ჩემგან აი ეს ლიფტის ფული ქალბატონო, ნუ მაიმუნო ბრა. მომეცი ვალი და წავალ. კარგი ხო ქალბატონო, კარგი ხო. აჰა, კარგი ხო. გამომართი. აჰა. გამომართი. აჰა. ასიარჯობია. კიდევ ერთხელ გილოცავთ. კარგად ბრძანოთ. ნახო, რა არის ხა რა გამოვიდა ეს ვერ გავიგე ეს ვალიც სამართვა თუ რა გააკეთა ვერ გავიგე ეს სუფრად ჩემი გადასახდელი ამის ფულის და არავინ არ მოდის და რაც არის ახალი წელი ბოლო დავლიოთ რაც არის არა ამოვიდა ყელში არა არ შემიძლია აი დადგა დრო რომ ნუნუს ეს საშინელი სისტემა დაინგრეს ვაიმე ფრიდონ დაინგრეს კი არა მიხედე მაკაკალს თორე მე ვიცი ვინც დაინგრევა ბატონო პროფესორო როგორ მიხარია რომ თქვენი თამოდიხართ უთქმელად ზიხართ აქ მეხმარებით ალბათ სტატია სახლში როგორ ეხმარებით არა სახლის საქმეებში არა მაგის ვერ ვიცი დროს თქვენ გეხმარებით ნუნუ ჭურჭელი ამოვიტანე და ღვინო გადავიღოთ ხო გადავიღოთ მაგრამ 10 ლიტრია და შენ 5-იან და 3-იანი მოიტანე და შენ მაგაზე არის ნერვიულო ნუნუკა 5-ს აქ ჩავასხამთ 3-ს აქ ორსაც აქ ჩავისხამ. ნეტავი მეც ჩაესხა შენთვის აქ, ეგ უფრო კარგად გებოდა. აი მე წავედი როსტომაშვილებს ჩემთვის ფელამუშ და საცივი უნდა გაიკეთებინათ და წავალ ნახავ რას შვებიან. თქვენ აქ მიხედეთ აქაურებას. არა მართალი ხარ ბატონო ფრიდონ რაღაც უნდა მოუხერხოთ ამ ყველაფერს, ორი ამოვიდა უკვე კერში. მე რო წავიდე თქვენ მარტო იმუშაოთ. მარტო არა ის. მისმინე აი ხო ასე გვაწვალებს მთელი დღეა აი გვაწვალებს აი კარგი არ იქნება რომ ცოტა ნერვები მოუშავოთ კი ბატონო როგორ რა ვიცი ახლა როგორ რა გუშინ რომ ხორცი გვაკეპინა მთელი დღე ხო ის ხორცი რომ დაუმალოთ კარგი აზრია თანახმობა ხო აი მე კინეზე ჩავდიოდი ხა ბიჭებო და რა ვიფიქრე იცი გუში რო ტვიდი წაიღეთ ის ხორცი დავკეპოთო იმ ხორცს არაფერი მოაკლდეს თორე ვიღაცას ნახევარი ცხოვრება მოაკლდება მაგისტვის ამობრუნდი რო ეგ მეთქვა წავედი ხლა დროებით ფაქტია რომ ეგება ბოლომდე კარგი ვერ არის მაგრამ ისე რაღაც დეტალები მომეწონა მოისმინე მეორე გეგმას მაქვს აბა ის კაცი რომ არის რუსეთიდან ძველი კაცი ნუნუსი მერაბი მაგაზე რომ მოატყუოთ ვითომ ჩამოდის საქართველოში ნუნუსთან ჩამოდის ხო წარმოგიდგენია ეხლა ამ ამბავს ნუნუ რომ გაიგებს რა დაემართება ეს ხომ ისეთი ამბავია ეს ამბავი არის როგორ ისე აი ეს ამბავი არის სენსიტიური
ხო, მოკლედ ვატყუებთ მაგაზე ვატყუებთ, ხო? კარგი. დავლიოთ აბა რა უნდა ვქნათ? დავლიოთ. მე ვერ დავლიოთ. რას ქვია ვერ დავლიოთ? რა შემიძლია ეს დავლიოთ. რა ერთი ჭიქა ახალი წელი ბატონო ახალი წელი ერთი ჭიქა დალიე რა მოგივიდა. დავილოცოთ. მაშინ ჯანდაბას ჩემი თავი ერთ ჭიქას დავლევ რას მიზავს რა უნდა მიგნას. და მეტი რა უნდა გიქნას რა. ეხლა წამოა ხოჭი ქართლის მარგალი. ეხლა ხოჭი ეგეთი რაღაცა არ გიქნა. აი ბატონო მიდი თქვენ დალიეთ ერთ ჭიქა თქვენ თვით კარგი მიდით. კარგი. გისმენთ. შევახოთ კიდე მოგწონს. რა ჩვენ დავჭით მაშინ ჩემო პატოდა ნინო. მე მინდა ამ ჭიქით ამ ჭიქით რა კარგად იზრდება ამ ჭიქით აბა რომელი დიდი ბატონო მით არაჩოულები აბა გისმენთ რის თქმა გინდათ ბატონო ზაურ საბოდით რაღაცას აი საიღეთ გისმენთ მე ხლა დამაცდი გასტი აბა რა შევი გასტი აბა ხოდა მე მინდა ამ ჭიქით ახალი წელი რა კარგი რა კარგად დალე ბატონო ზაურ დალე რა კარგად იძახის მე აბა რაღაც ადრეზე თქვით ხა რა ცოტა ვიქეიბო გავერთოთ რა დავიდა ბატონო ხოდა მე მინდა ამ ჭიქით ახალი წელი მოგილოცოთ აბა რა უნდა დალიე ბატონო ზაურ გავუმართვი დალიე ბატონო გავუმარჯოს ხოდა გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ეს წელი ბედნიერი ყოფილიყო ერთი ჭიქა დალიე ბატონო ზაურ დალიე ჭიქა დალიე აბა ეხლა გითხარი ერთის ადრეზე რამე ბატონო ზაურ ხოდა კიდე გილოცავთ ახალ წელს გაიხარე ბატონო ზაურ ეს აუცილებლად გამომართვი ესელი ბედნიერი ყოფილიყო ჩვენთვის და მოდი ერთი ვახტანგურად დავლევთ აბა ბატონო წავიდა ვახტანგურად აბა წავიდა ეს რა მომიდა ხა? მაინც ცოტა შემაკაფა. რა იქნება? ესე რამდენი დავალები? არა უშავს ბატონო ზაურ ეხლა წავიდა ნამდვილი кейფი. ცოტა მე დავთვერი? აბა ბატონო ზაურ წავიდა. დიპიტაურ ცეკოლ ყოლა ბატონო ზაურ წავიდა. დიპიტაური ცუდად ვარ. რა ცუდად ხარ ბატონო ზაურ რა ჭირს? დიპიტაურ წავიდა. ვაიმე ცუდად ვარ. ბატონო ზაურ დიპიტაურ რო გამაგიჟე ხა. დიპიტაურ შეგუდა. მე მგონი მართლა ცუდად აი რა ცუდად რა მოგივიდა შენ კიდე ერთი შეგდალი. ბატონო ზაურ პატა რა ვქნა ცუდად არის. მე რა უნდა ზემოთ ავიყვანოთ დროზე ჰაერზე. რა ჰაერზე ავიყვანოთ ხო მაგრამ აზრი რა აქვს მაინც ამ სიღრმეზე მოგვიწევ შაყვანა მე და ავიყვანოთ. კარგი რა ბატონო ზაურ პატა ცუდად არის რა ვქნა. კარგი დაწნადი ერთი წუთი რა მოგივიდა ბატონო ზაურ ერთი წუთი მიდი უყურე დიპიტაურ მართლა ცუდად არის პატა ვაიმე ლირო ბუხალტერო რა ძინახელი და კიდე დარტყამი და მე რა გჭირ შენ კიდე ვერ გავი დარეკე სასტრაფოში ბუხალტერი არ ხარ მე რა ვიცი რა უნდა მიდი დარეკე 4 ჭიქა დალია რა ცუდად არის ვერ გამაგიძეს ეს ხა დროზე გამიშვი ვაიმე არა და შეხედავ ბატონო ზაურ დიპიტაურ რა ვიცი მე არ ბოლოს რა ვიცი კი ახველებდა კარგად იყო ახველებდა და მაგრამ რაღაცა მაინც აკლია რა დედა რა ხალხი ეს როსტომაშვილები ყველაფერი გაუკეთებიათ. ეხლა ამოვედი რომ უნდა წავიღო ვაზის ფოთოლი, მithres ტოლმა უნდა გაგიკეთო ჩვენი ხორცით. მე დედა მაგრამ ხალის ხომ არ გავაკეთებინო მაგათ. ნუნუ ბატონო რაღაც ამბავი უნდა გითხრათ. ის კაცი ჩამოდის რუსეთიდან. ვინ ჩამოდის? მერაბი. მართლა? კი, და თან თქვენ უნდა გნახოთ. ვაიმე, დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ, პროფესორს მოწერა კომპიუტერში. ეგრეა წყალი არ გაუვა, ჩამოდის. ვაიმე ხალხო მიშველი. ვაიმე ოჯახო, ვაიმე ჩემი ერთსარი, ვაიმე იდი.
მოგწონდეს? გონი დაიძინა. ვაიმე. დაიძინა კი არა. გული წავიდა გული. ადექი მიჩვენა რას უყურებ? ნუ გამოფხიზნე რა. ნუ. ადექი. ნუ. მიდი გაიძერი რაღაც აქენი. მიდი. ნუ გაიძერი. სერიოზული არაფერი მე მგონი, მაგრამ სასტრაფოში დავრეკავ თუ გინდათ. ან მეორე ვარიანტიც აქვს. რა ვარიანტია ბათქვი? ნუ. ნუ. გავიქცეთ. გავიქცეთ? ხო. ეს ასე დავტო, რას მოდიალობ შენ, სად გავიქცეთ, კაცო? მიდი დაუძახე სატრაპოს როზე. ნუ. დაუმალოთ და ისე გავიქცეთ. ნუ მოდიალობ, შენ გითხარი, წადი დაუძახე სატრაპოს როზე. ნუ გაიგე რა, ნუ. ნუ. არ მოკვდე რა. ნუ. მოდიშ. ფრიდონ, რა იყო? ვაიმე, მიშველეთ. ნუ. დავრეკე და მალე მოვალთო და მანამდე აი ეს წყალი. ო, მიდი. აზრზე მოვიდესო და. მოიცა და გვინდა რომ აზრზე მოვიდეს. მოდი. აჰა. ნუ. გამოფხიზდი ნუ. ფრიდონ. ხო გენაცვალე. არა. აღარ დაიძინო, არა. ნუ. ვაიმე დედა, ხელოვნური სულხა ჩაუტაროთ. მე ვერა ცოლი მყავს. ისე რა სიჩუმე ჩამოვარდა არა დედამიწაზე? მოიცა რა სიჩუმე კაცო. ნუ გაიგვიძე რა. ნუ გაახილე რა თვალი რა. ადექი. მოდი. სასწრაფოს მოსვლამდე ჩავიყვანოთ. ადექი გენით. ფრიდონ. შუქი ჩააქრე. გაზი გამორთე. კარები დაკეტე. რა დროს კარი. ელენე მომისმინე მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ილია შენ დაგითმო. რა? მოიცა თეკლა შენ ფიქრობ რომ ჩემზე უკეთესი ხარ და იმაზე უკეთეს ვიცი ყოველთვის ისოვი და შენ ფიქრობ რომ მე ცოდა ვარ და ამიტომ მე მითმა ვიცი რა გეტყვი. ელენე ეკიცოთი მომისმინე მიყვარხარ ძალიან და მინდა რომ ბედნიერი იყო. თეკლა მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ილია შენ დაგითმო. არა ელენე მისმინე მე პაატა მაინც მყავდა და შენ არავინ არ ყავს. ხო და პაატა რომ მყავდა იმიტომაც უნდა დაგითმო. არა ელენე მომისმინე შენ მარტო ხელა დედა ხარ ნიკა ყავს ვინმე გჭირდება რომ ნიკას ყურადღება მიაქციოს. თეკლა ნიკა ისეთი მყავს მაგისთვის მინიმუმ 3 კაცს უნდა შევხვდე. არა მომისმინე ელენე შენ ხო დამითმე პაატა ეხლა ჩემი ჯერია. რა? მე როდის მომწონდა პაატა? უი არ მოგწონდა? რა მეგონა იცი ილია და შენი ქმარი ხო ორივეს მოგწონდა და ვიფიქრე პაატაც მოგწონდა თქო. თეკლა შენ მოგწონდა ჩემი ქმარი? გონი ამ თეთრეულს ეყოფა ხო? თეკლა იცი რა არის გუში მთელი ღამე ვფიქრობდი დიდი არაფერი ბიჭი არ არის ეს ილიარს გარეგნობა გადასარევი არც ხასიათი თან ის რაღაც უცნაური ხუმრობები აქვს მოკლედ გადავწყვიტე რომ ილია შენი იყოს. არა ელენე შენი იყოს ილია მე არც მომწონს. ეგ არგუმენტი არა. თეკლა თვითონ ილიას რო ვკითხოთ. არა ელენე ეგ ისეთი შტერია უეჭველი შენაგილჩევს და ტყილა უნდა მომეშალოს ნერვები. არა თეკლა ხა მე ილიასთან ურთიერთობას ვერ დავიწყებ. სირცხვილია რა სიტყვის ხალხი თავისი სტუდენტის დაქალს ხვდებაო. არა ეთიკურია. აბა რა ვქნათ ელენე მაშინ ორივემ დავანებოთ თავი. ხო თეკლა მართალი ხარ. ესე კი შევთავდით. ხო შევთავდით თეკლა ჩვენი მეგობრობა ხომ ყველაფერზე ძვირფასია. ხო რა თქმა უნდა. ხო თეკლა ყველასათვის ასე აჯობებს. ხო თეკლა სწორი გადაწყვეტილება. შევთავდით. თეკლა პაატას ისევ არ ელაპარაკები. არა ელენე როგორ არ ველაპარაკები ხაჯი ხომ არ ვარ. იმ დღეს შემხვდა მაღაზიაში და მომესალმა და მე როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება გამარჯობა დეგენერატო თქო და წამოვიდა. თეკლა რა კარგია მაინც რომ ახერხებთ მეგობრებად დარჩენას. ხო რა ვიცი. ელენე შენ დაურეკე დიანას და შენ უთხარი ყველაფერი? ხო კაი დაიკო ვარ. კარგი დაიკო კი არა ხარ კაცო კარგი დაიკო კი ხარ მაგრამ თავს მოიკლავს. კარგი რა ლაშა რა თავს მოიკლავს. კარგი ლაშა მართლა რეების გჯერა შენ გონია ქალები მართლა ვიკლავთ ხო თქვენი გულის წინდა. ლაშა როგორი მიამიტი ხარ? მიამიტი კი არა ვარ მიამიტ თქვენ არ იცით და მე ვიცი გეუბნები თავს მოიკლავს მეთქი. ლაშა
ლაშა იძახეთ ეხლა ლაშა გეუბნები თავს მაინც შენ რო დაურეკე ტელეფონზე რა გითხრა არაფერი სიმართლე რო უთხარი მე სიჩუმე იყო მე მტრევის ხმა იყო მე კედელზე მიჯახების ხმა იყო მე ისევ სიჩუმე იყო მე შემზარავი კივილი იყო მე ჩუმად მითხრა მადლობთო და გამითიშა ლაშა ეგ იყო და ეგ ოხ ელენე რა ოხ ელენე ალო დიახ რა დიანა სავადმყოფოში აი ხო გითხარით ეგრე if რა მიხარია ხა მე ნორმალური ვარ გავიქეცი რა ოხელენე შარიდან შარში არა ვინ წარმოიდგენდა რომ ნუნუს გული წავიდოდა მე კიდე იმას ვერ წარმოვიდგენდი ნუნუს საერთოდ გული თუ ჰქონდა გამარჯობთ და აქ საიდან რა ვიცი რა საიდან კი არა კორპორატიულიდან მოვდივარ და რა თქვენს გაიგე ზაურის ამბავი ზაურის არა ნუნუს ამბავი გავიგეთ რა ჭის ნუნუს არაფერი ისეთი და ზაურს რა დაემართა აქვე ჩაგეკითხები ზაური ვინ არის და ზაური არის ჩემი უფროსი ანუ იქ არქივში სადაც მე მუშაობ ხო და კორპორატიული ქონდა რა წვეულება დავიწყე დალევა ხო და 1 2 3 4 ცოტა სწრაფად ვსვავდით ხო ხდები და ის გახდა ცუდად ეს ზაური რა გახდა ცუდად გადააგდო და დაიწყო ხროტინი არც ახალებს აღსარაფერი მე კიდე მეგონია რომ ხუმრობს გაიგე მივედი ძალით ვასხავ ავგვიროს ვასხავ ეს კიდე თურმე და აი რამაცინებს კაცი კიდე გამოვყდი რამაცინებს ნორმალურია რამაცინებს თქვენ აქ რა დავის ჩვენს გამო ნუნუ გახდა ცუდად ძალიან და შეიძლება ვერც კი ჩემს გამო კიდე ზაური გახდა ცუდა და ალბათ ეგეც ვერც რამაცინებს კაცი მოკალი რამაცინებს ჩემს გამო კიდე დიანა იკლავდა თავს რა მართლა აი მე ნეტას ყველა ერთ კამერაში ჩაქვსვან ხალხო ნეტა სადლა ჩაქვსვან გასო სადლა ჩაქვსვან მე არაფერი დამიშავებია არა წავლა ნახავ როგორ არის ხო ზაურს რა დაე ხო გითხარი ლაშა ვიჯექით სვავდით რა და მე ეს ბევრი დალია და ძალიან ცუდად არის ლაშა მართლა ძალიან ცუდად არის ხო ბევრი დალია აპარატზეა არა აპარატზე არ არის შეერთებული იმიტომ რომ ეს ძალიან მოხუცია და თანამედროვე აპარატურა არ მედის მაგაზე ხო ხტები როგორა ძინავს ადექი წავიდეთ ანუ ცუდათა არის ცნობ ნუნუს რაც არ უნდა ცუდად იყოს შენი ლანძღვის და კინების თავი მაინც აქვს აღარგით ნახონდის ბატონო ფრიდონ თქვენ წავდით და დაგეწევით რეგისტრატურაში ჩავირბენ გაგიგებთ ერთი ღამით პალატა რაგერს რად მინდა აი ნუნუ რო გამოვა დაგჭირდება შენ არ დაგჭირდება არა მე ვიტყვი რომ ყველაფერი თქვენ მოიფიქრეთ და მე არაფერი არ ვიცოდი ამას უყური ამას სიტყვა არ შემარჩინა სიამთელი ეგრეიცი სამი აი ეს ავიდნენ დავჭით მარტო მე და შენ ლაშა არა უშავ შენ გული არ გაიტეხო მე და შენ მაინც ჩაქვსოვენ ერთ კამერაში არა უშავ ქალბატონ დიანასთან ვინ არის მე გახლავართ მე ვარ დიანასთან და თქვენ ვინ ხართ მისი მე ყოფილი საქმრო თანამშრომელი ვარ რენტგენი გადაუღეთ მდგომარეობა სტაბილურია მოტეხილობა არა უბრალოდ კოჭი იღრძო კოჭი ხო არიცოდით კიბეზე ფეხი დაუსრიალდა და კოჭი იღრძო კოჭი შეიძლება ვნახო არა ასე დამაბარა არავის ნახვა არ მინდაო განსაკუთრებით ქერა პუტკუნა ცისფერთვალება ლაშასიო და თუ ნახავ გადაიცი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და აღარ მინდა მისი ნახვაო გადავცემთ ეს იგი პატა თავს არ იკლავდა ხო? ხო, ლაშა ვერ გაიგე თავს კი არ იკლავ, კოც იკლავდაო რახშის. შენ გული არ გაიდეხო, მე წავედი ახლა და გული არ გაიდეხო პატა, მარტო ჩაქსვავენ კამერას. მართლა რა გაცინებ შენ გაწუდეს?
რა ვიცი რამაცინებს კაცი კი ნაღა მოუკალე საწყალი ბატონი ზაური საწყალი რა მინდოდა რას ვეჩვედი ჩვენი ვიდეოდი სამსახურში ახველებდა ხოლმე ეხა რაღაცე სამსახურში მისვლის ის თუ არ დაახველებს როგორ ვიმუშავა და არაფერი ის 64 ლარის არ შემერგება რა გავაკეთო რა მინდოდა დალი ახალი წელი ის კარგი რა ბატონო ზაური კარგი რა ახ რა კარგი კაცია ბატონო ზაური ნეტა არ მოკვდეს რა ვიცი აღარ შემიძლია დავიღალე უკვე ვაიმე ბატონო ზაური ვაიმე შენ სულ როგორ უნდა წუწუნობდე ბიჭო ვაიმე ბატონო ზაური რა ხდება მოჩვენება ხარ უკვე გამომეცხადე ბატონო ზაური რა ჩიუდი ბიჭო მოჩვენება და გამოშტერებული შენახა რაღაცა გადასხმა ეგ არაფერი ბატონო ზაური არაფერი არ ვაიმე როგორ მიხარია რომ არ მოკვდი ბატონო ზაური რო არ მოკვდი როგორ მიხარია თუ ის ხო არ მოკვდი მართლა ის ბატონო მაპატიეთ ჩემი ბრალი იყო რა არა ძალიან ნერვიულობ რა უნდა გაპატიო ბიჭო და დიდი მადლობა უნდა გითხრა რატო იმდენი საქმე მქონდა სამსახურში იმას მე გამაკეთებიებდა კაი ეხლა ექიმებმა მირჩიეს რომ უნდა დაისვენო და აი იმ საქმის გაკეთება ეხლა შენ მოგიწევს მე რამე სახში და ვიქნები ჩემთვის რა პრობლემაა გავაკეთებ ბატონო გააკეთებ ხო გავაკეთებ კი მე მკურნალობის ხარჯების შენ უნდა გადაიხადო ბატონო ზაური გადასხმა არა გადავიხდი რა უნდა იყოს არა გადასხმა არაფერი არ არის მაგრამ მაინც აქ ვიყავი და ეკოსკოპია გადავიხდი, გაიგე, ხო? ეკოსკოპია სახსრები, თირკმელები, ხუჭნაწყლავი, ნახლის ბუშტი მაქვს სამკურნალო პროსტატა. გაიგე? ეს ყველაფერი ძვირიღის და რა გეშველება, შესაწყალო ის არ გეყოფოდა ის კორპორატული ფული რო გაქვს გადასახდელი, მეტა მართლა მომკვდარია. ადი კიდე წავიდეთ ახლა სახში. წავიდეთ ხო? მაინც რა? მოიცა წავიდეთ. ისა ტაქსის ფული რა? არა. თეკლა დარწმუნებული ხარ რომ კომედია? კი, ილია მითხრა ამ ფილმს ვუყურებ მოკდი სიცილი. აი, ელში უკბინა. ხეხს ჭამს. ვაიმე თეკლა გემუდარები გამორთე ისე და თეიქრე დაძაბული ვარ. ილია კარგს რას გეტყოდა? ხო, ელენე, ისე რა კარგია ყველაფერი, კარგად რომ დამთავრდა. ხო, თეკლა ჩვენ ხო საუკეთესო მეგობრები ვართ. მეც მოვიდა, რა გჭირთ, რაღაცა კარგ ხასიათზე ხარ? გრძელი ამბავია. მოკლედ რომ გითხრა, მეგობრობამ გაიმარჯვა. ხო, მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, წამოდით, დაჯექით რაღაც უნდა გითხრათ. ესე იგი, თავიდან არ მინდოდა თქმა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გაგიხარდებათ. თქვენ ხო ჩემი მეგობრები ხართ? ელენე მაინც. ჩვენი ლექტორი რომ არის ილია. ის მომწონს და მე მგონი მასაც მომწონვა. რა სიტყვით? თეკლა, ის ფილმი არ დამთავრდებოდა. წამოდი უყუროთ. წამოდი. ელენე მომისმინე, სოფის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ილია. მე შენ ხარის ვარ, შენ და წართვა. და შენ? არა, მე არა, რაღაცნაირი ტიპია. ელენე კებს აწებებს ხოლმე მერხის ქვეშ და გასაღებით ყურსი ფხას და ხანდახან მუცელი უბუყბუყებს. ხანდახან შენ მოგიხდება.